დედამიწის მოძრაობა მზის ირგვლივ სეზონები. სეზონი ეწოდება წელიწადის მონაკვეთს, რომელიც ხასიათდება გარკვეული ამინდით, ეკოლოგიური პირობებით და მზის ნათების ხანგრძლივობით. სეზონების ცვლას განაპირობებს ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი ეს გახლავთ დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო და მეორე დედამიწის ღერძის დახრილობა. დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს ორბიტაზე, რომელსაც ელიფსის ფორმა აქვს. ორბიტის სიბრტყეს კი ეკლიპტიკა ეწოდება. ჩვენი პლანეტა მზის გარშემო ერთ სრულ შემოვლას ანდომებს ერთ წელიწადს, ანუ 365 დღეს და 6 საათს. ყოველ 4 წელიწადში 6 საათი ქმნის 24 საათს, ანუ ერთ დღეღამეს, ამიტომ ყოველი მეოთხე წელიწადი ხდება 366 დღიანი. ამგვარ წელიწადს ნაკიანი წელიწადი ეწოდება. თუ ჩვეულებრივი წლის თებერვალი 28 დღიანია, ნაკიან წელიწადში თებერვლის თვე 29 დღისაგან შედგება. ვარშესადამე წელიწადი არის დროის ის მონაკვეთი, რომელსაც დედამიწა ანდომებს მზის გარშემო ერთი სრული წლის დარტყმას. დედამიწის ღერძი არ იმყოფება იდეალურ ვერტიკალურ მდგომარეობაში. არამედ იგი დახრილია ეკლიპტიკისადმი, ორბიტის სიბრტყისადმი 66.5 გრადუსით. და ეს დახრილობა არის უცვლელი, მუდმივი. ამიტომ ვინაიდან დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, იცვლება მისი მდებარეობა მზის მიმართ წელიწადის ცალკეულ მონაკვეთში. ანუ ცალკეულ სეზონზე დედამიწის გარკვეული არეალი უფრო დიდი რაოდენობით მზის სხივად ენერგიას იღებს, შესაბამისად ცვალებადობას განიცდის დედამიწის სხვადასხვა ნაწილში კლიმატი და ზოგადად გარემოს მდგომარეობა. თითოეული სეზონი მეტნაკლებად მსგავსი ბუნებრივი პირობებით ხასიათდება. მაგალითად, ამ ფოტოზე გამოსახული არის დეკემბრის თვე, როდესაც უფრო მეტ მზის სხივად ენერგიას იღებს სამხრეთ ნახევარსფერო, უფრო მეტად არის განათებული იგი, ამიტომ ამ დროს სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარი. განვიხილოთ თითოეულ სეზონზე დედამიწის მდებარეობა მზის მიმართ. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში უფრო მეტად განათებულია ჩრდილოეთ ნახევარსფერო. შესაბამისად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი. გაზაფხულსა და შემოდგომაზე დედამიწის ღერძს მართობული მდგომარეობა უკავია მზის სხივების მიმართ და ორივე ნახევარსფერო თანაბრად ნათდება. ეს სექტემბრის მდგომარეობა, ფოტოზე კი მარტის მდგომარეობა გამოსახული. და ვხედავთ, რომ ორივე ნახევარსფერო თანაბრადაა განათებული. ვინაიდან დედამიწა მუდმივ მოძრაობაში იმყოფება და განუწყვეტლივ იცვლება მისი ადგილმდებარეობა ორბიტაზე და მდებარეობა მზის მიმართ, იცვლება მზის ნათების ხანგრძლივობა, იგივე დღის და ღამის ხანგრძლივობა. დგება მომენტი, როდესაც დღე და ღამე ტოლია. ასევე არის სიტუაცია, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში, როდესაც ყველაზე ხანგრძლივი დღე, ან ყველაზე ხანგრძლივი ღამე ფიქსირდება. ან და პირიქით, ყველაზე ხანმოკლე დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე. ნახოთ წელიწადის რომელი დღეები ამ მხრივ გამორჩეული. ერთ-ერთი ასეთი დღეა 22 ივნისი. ამ დროს მზე ზენიტშია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 23.5 გრადუსიან პარალელის, ანუ ჩრდილოეთ ტროპიკის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ შუა დღეზე ჩრდილოეთ ტროპიკზე მდებარე საგნები ჩრდილს არ იძლევა. განათებულია ჭის ფსკერიც კი.
ჩრდილოეთ ტროპიკზე უფრო ჩრდილოეთით მზე ზენიტში არასოდეს იმყოფება. იგივე შეიძლება ითქვა სამხრეთ ტროპიკზე, რაზეც უფრო დეტალურად შემდეგ გვექნება საუბარი. 22 ივნისს რაც შეეხება ამ დღეს, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი დღე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შესაბამისად ყველაზე ხანმოკლე ღამე გვაქვს ამ რიცხვში. ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში პირიქით ხდება. დღე ყველაზე ხანმოკლეა, ღამე ყველაზე ხანგრძლივი. 22 ივნისს ზაფხულის მზებუდობას უწოდებენ, ანუ სხვანაირად ზაფხულის ნაბუნიობას. 22 დეკემბერს 22 ივნისი შებრუნებული მდგომარეობაა. ამ დღეს მზის სხივები შვეულად ეცემა სამხრეთ ნახევარსფეროს 23.5 გრადუსიან პარალელს, ანუ სამხრეთ ტროპიკს. სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზაფხული დგება, ყველაზე გრძელი დღით და ხანმოკლე ღამით, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დგება ასტრონომიული ზამთარი, ყველაზე ხანმოკლე დღით და ხანგრძლივი ღამით. ტროპიკები ორივე ნახევარსფეროს 23.5 გრადუსიანი პარალელებია. როგორც ნახეთ, ისინი მზის ზენიტური მდებარეობის საზღვრებს წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ტროპიკზე უფრო სამხრეთით და ჩრდილოეთ ტროპიკზე უფრო ჩრდილოეთით მზე ზენიტში არასოდეს არ იმყოფება. 23 სექტემბერს და 21 მარტს მზე ზენიტშია ეკვატორის მიმართ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფერო თანაბრადაა განათებული, დღე და ღამე ტოლია. 23 სექტემბერი და 21 მარტი შემოდგომის და გაზაფხულის დღეღამსწორობის, ანუ ბუნიობის დღეებია. 22 ივნისი და 22 დეკემბერი ზაფხულის და ზამთრის მზებუდობის, ანუ ნაბუნიობის დღეებია. 21 მარტიდან 23 სექტემბრამდე მზის მიერ მაქსიმალურადაა განათებული ჩრდილოეთ ნახევარსფერო. ჩრდილოეთ პოლარულ ოლქში პოლარული დღეა, ხოლო სამხრეთში პოლარული ღამე. 23 სექტემბრიდან 21 მარტამდე კი მდგომარეობა შებრუნებულია. მაქსიმალურად განათებულია სამხრეთ ნახევარსფერო. სამხრეთ პოლარულ ოლქში პოლარული დღეა, ჩრდილოეთში კი პოლარული ღამე. დედამიწის მოძრაობა, მზის გარშემო და წელიწადის დროთა ცვლა განაპირობებს ბუნებრივი პროცესების სეზონურობას, კერძოდ ცხოველთა ბიოლოგიური რეჟიმის ცვლას, მცენარეული საფარის ცვალებადობას. სეზონთან დაკავშირებული გარემოს ცვლილება გავლენას ახდენს ადამიანთა საზოგადოების ყოფა ცხოვრებაზეც.